ხანდახან წარმოებლები გვანებივრებენ პროდუქტებით, რომლის არსებობას ვერც კი წარმოვიდგენდით, სანამ საკუთარი თვალით არ დავინახავთ. მაგალითად, ნაყინი ნივრით, ან კიდე ბეკონის გაზირებული სასმელი. დღეს წარმოგიდგენთ უცნაურ საკვებს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში შემოგთავაზებენ და დაახლოებით გეცოდინებათ, ღირს თუ არა მათი გასინჯვა. დავიწყოთ. შვეიცარიაში შეხვდებით ნივრის გაზირებულ სასმელს, რომელსაც ნივრის მძაფრი გემო აქვს, მაგრამ ის სულს არ დაგიტოვებთ. ხორცის წყალი. მას თქვენ ტეხასური ცნობილი კომპანია ბარბეკიუ გთავაზობთ. მათი ხორცის წყალი არის საუზმე და სადილიც კი, თავისი რიგი ვიტამინებითა და მიკრო-მაკროელემენტებით, ოღონდ თხევად მდგომარეობაში. და თუ თქვენი კუჭი ხორცს პროდუქტებს ძნელად ამუშავებს, მაშინ ეს თქვენთვის ზედ გამოჭრილია. ბოსტნეულის ნაყინი შეგიძლიათ დააგემოვნოთ იაპონიაში. წარმოებლებმა ჯერ მხოლოდ ორი სახეობა აწარმოა. ესაა პომიდორი ალუბლით და სტაფილო ფორთოხლით. მიზანი კი ბავშვებისთვის ბოსტნეულის შეყვარებაა. თევზის სოსისი, ამასაც რა თქმა უნდა მხოლოდ იაპონიაში თუ დააგემოვნებთ, ასევე გაყიდვაშია ცხარე თევზის სოსისი ყველით. მაგრამ ის, ვინც უკვე მას დეგუსტაცია გაუწია, ამბობს, რომ ეს სოსისი არაფრით გამოირჩევა, გემო თითქმის არაფრის არ აქვს. სახიჭი რეზინი ფრიკადელკა. თუ თქვენ მას შეიძენთ, არ ელოდოთ სახიჭი რეზინის ტრადიციულ გემოს. მას სანელებლიანი ფრიკადელკების გემო აქვს. კიტკატის პიცა, კიდევ ერთი იაპონური კერძი. შიგთავსისათვის იყენებენ სპეციალურ კიტკატის შოკოლადს, რომელიც ცხობის დროს ლღვება. სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები, ვისაც კი ეს პიცა გაუსინჯავს, ამბობენ, რომ მისი გემო საკმაოდ კარგია და რეკომენდაციასაც უწევენ. ბეკონის გაზირებულ სასმელს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდებით. მისი გემო აღიწერება შემდეგნაირად. უბრალო ტკბილი წყალი, რომელშიც ჩააგდეს ბეკონი, არაფერი განსაკუთრებული. კვერცხის მარინადი არის ბრიტანეთის და ჩინეთის სამზარეულოს ერთგვარი სავიზიტო ბარათი. მას იყენებენ ლუდთან და სიდრთან დასაყოლებლად. სახიჭი რეზინი, რომელიც ოფლის სუნს ვარდის სუნად აქცევს. დიახ, არ მოგესმათ. იაპონურმა კომპანიამ ოტოკო კაოლომ ამ სახიჭ რეზინს მიანიჭა არა მხოლოდ პირიდან სუნის გაქრობის ფუნქცია, არამედ ის ანეიტრალებს ოფლის სუნსაც კი. ბოლო პერიოდში პლაცენტის შემცველი სასმელები იაპონიაში ძალიან პოპულარული გახდა. სასმელი შეიცავს პლაცენტის 150 გრამს. ისინი თვლიან, რომ ორგანიზმისთვის პლაცენტას აქვს გამაჯანსაღებელი ეფექტი. ის, ვინც უკვე გასინჯა, ჯავშანმატარებლის რძე, მეორედ მისი დაგემოვნების გაფიქრებაც კი სარავს. მის გემოს აღწერენ შემდეგი სიტყვებით: თითქოს და ბავშვის სავსე საფერი გადავყლაპეთო. ეს რძე უბრალოდ გამოირჩევა კალციუმის მაქსიმალური რაოდენობით და საუკეთესო გზაა ორგანიზმის კალციუმი ძალიან მალე ასავსებად. წვენი ბლინის გემოთი და რა თქმა უნდა, ამასაც მხოლოდ იაპონიაში შეხვდებით. მისი გემო არის 100%-ით იდენტური ბლინისა. თაფლი, რომელიც დამზადებულია ფუტკრის ჩარევის გარეშე. ეს თაფლი ვაშლის, ლიმნის და ყავისფერი შაქრისგანაა დამზადებული და გემოთი არ ჩამოუვარდება ნატურალურ თაფლს. შოკოლადის პასტა კანაფით. ის პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში აწარმოეს და ძალიან პოპულარობით სარგებლობს დღესდღეობით. ნამცხრების, კრემისა და შიგთავსის დასამზადებლად. მის შეძენას ესპანეთშიც კი შეძლებთ. ნივრის ნაყინი პოპულარულია ბრიტანეთში. მათთან ნიორი ძალიან ღირებული პროდუქტია. კომპანიას ამ პროდუქტმა უდიდესი შემოსავალი მოუტანა, ხოლო ამის შემდეგ კომპანიამ უკვე ნივრის ლუდიც კი გამოუშვა. ეს კი დაფქვილი და გაწურული ყავის ნარჩენებია, რომელსაც თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების მარკეტების თაროებზე იპოვეთ. მას ხმარობენ როგორც ხელიდან სუნის გამხრობ საშუალებად. მაგალითად, თუ თქვენ მიირთვით თევზი, ან გაწმინდეთ ის და თქვენ გაქვთ არასასიამოვნო თევზის სუნი, თამამად შეგიძლიათ აიღოთ ყავა. დაიბანოთ მისი თხელი და თქვენი სუნი აუცილებლად გაგიქრებათ.